მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სოციალ-დემოკრატიული პოდკასტის მე-20 ეპიზოდს და დღევანდელი ეპიზოდის თემა გახლავთ იგლჰილცის ინვესტიცია, ანუ ის მდიდრების ქალაქები, რომელსაც აშენებენ ბათუმთან და თბილისთან. სამწუხაროდ ეს თემა ძალიან ასე ვთქვათ, პროფანულად განიხილება, საუბრობენ რაღაცა სისხლის ჯგუფებზე, კანის ფერზე, რაღაც რასისტულ არგუმენტებზე და ამის მიხედვით ცდილობენ, რომ ძირი გამოაცალონ აი ამ სრულიად აბსურდულ პროექტს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო სერიოზული არგუმენტებით გავამდიდროთ მსჯელობა აი ამ გასაიდუმლოებულ პროექტთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს იმაზე, რომ გამოაქვეყნოს ხელშეკრულება. წარმოიდგინეთ, მე პირადად რამდენიმე კვირის წინ 4-5 დოკუმენტები მივიტანე ანტიკორუფციულ ბიუროში და მე დავებიან, რომ ის ორგანიზაცია, სადაც მუშაობ, არ არის გამჭვირვალე და ხან იმას მთხოვენ აუდიტის დასკვნას, ხან რაღაცა დავთრის შევსებას, ყველა ხელშეკრულების და ყველა ინვოისის გასაჯაროვებას. როდესაც ჩვენი ბრუნვა მილიონსაც არ აღწევს ხოლმე და აი ახლა შემოდის რაღაც 6 მილიარდიანი პროექტი, რომელიც უნდა იყოს საიდუმლო. და იქ გამჭვირვალობა არ უნდა მოვითხოვოთ, ხელშეკრულების ასე ვთქვათ დეტალებში არ უნდა გავერკვეთ. აი ესეთ უკუღმართ ვითარებასთან გვაქვს საქმე და მისი დეტალები რო გავარჩიოთ, ორი სტუმარი ყავს ჩვენს პოდკასტს. მოგეხსენებათ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წიაღში მოქმედებს საპროგრამო კომისია. ამ საპროგრამო კომისიაში არის დარგობრივი მიმართულებები. და აი ჩვენს საპროგრამო კომისიაში ურბანისტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ნანო ზაზანაშვილი, თავადაც ურბანისტი, შესაბამისად და მის არგუმენტებს მოვისმენთ დღეს და ასევე გვაქვს გარემოსდაცვითი სამართლიანობის ჯგუფი და გარემოსდაცვითი ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი პროფესორი ნიკა წიქარიძე. და შევეცდებით ჩვენ, რომ აი ამ ორ პროფესიონალს ვთხოვოთ სოციალ-დემოკრატიული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც იგლჰილცის ინვესტიციასთან დაკავშირებით დაისმის. მოდით დავიწყოთ აი ამ პროექტის ზოგადი შეფასება. აი პირველადი შთაბეჭდილება რა გჩებათ მეგობრებო თქვენ? მოდით დანოს ვკითხოთ ჯერ. დავიწყოთ მაინც. იმას დავუთმოთ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ პროექტის გარშემო, ძალიან ბუნდოვანია და ჩანს რომ არის ძალიან მასშტაბური პროექტი თავისი შინაარსით, ხო? ჩვენ ვიცით, რომ 850 ჰექტარ მიწის ნაკვეთებზე, ჯამურად მიწის ნაკვეთზეა საუბარი, ეს არის 8,500,000 კვადრატული მეტრი. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ რა მასშტაბია ეს არის გლდანის და მუხიანის განაშენიანება ერთად აღებული. ანუ უზარმაზარი ტერიტორიებია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, არის შერჩეული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეული და უნიკალური ტერიტორიები არჩეული ამ განაშენიანებისთვის. და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საგანგაშო არის. ნიკა, თქვენ რას გვეტყვით ზოგად შთაბეჭდილებას? პირველ რიგში თუ ამ პროექტს განვიხილავთ ბუნებრივი რესურსების კუთხით, როგორც მიწას და როგორც იქ არსებულ ეკოლოგიურ სერვისებს, მოკლედ ამ გადმოსახედიდან უნდა აღინიშნოს, რომ ეს რესურსი არ შეუქმნია არავის, არც ხელისუფლებას, არც კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს, არამედ თავისთავად გარემოს მიერ იქნა წარმოებული და შესაბამისად მას ეწოდება უნდა იყოს კოლექტიური. ამას ისიც ემატება, რომ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება ამ ხელა ტერიტორიებზე და ამ მნიშვნელობის ტერიტორიებზე აუცილებლად გავლენას მოახდენს სხვა ადამიანებზე. შესაბამისად, აი ამ კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ აი ეს ბუნებრივი რესურსები, როგორც კოლექტიური საკუთრება და კოლექტიური უფლება იყოს გათვალისწინებული. მაგრამ როგორც ხედავთ, ზოგადად ამ ქვეყანაში უკვე წლებია, საერთოდ არავის არ აინტერესებს ეს საკითხი და პირიქით რაც შეიძლება მეტად და მეტად გასხვისებაზეა ორიენტირებული მთელი სისტემა და ამ განგერძოების პროცესში ადამიანები კარგავენ წვდომას ამ რესურსებზე და მათ უფლებას, მათ კოლექტიურ უფლებას ამ ბუნებრივ რესურსებზე, რომელთა ათვისებითაც ისინი განვითარდებიან დიდი ალბათობით ნორმალურ პირობებში, მაგრამ ამ პირობებში ახან ეს არ ხდება. შესაბამისად ვიღებთ იმას, რომ ნელ-ნელა
ვიწროვდება სივრცე, სადაც თქვა ხელისუფლებასაც თავისი იურისდიქცია ხელისუფლების იურისდიქცია უწევდა. ეს მიწების ტერიტორიები თუ ესე სულ გასხვისი და სულ კერძო გახდა და ესეთი რაღაცა საიდუმლო და გრიფით საიდუმლო დოკუმენტების მოხდა ეს ყველაფერი შესაბამისად გამოვა ისე რომ იურისდიქცია ხელისუფლების აღარ გავრცელდება ამ ტერიტორიებზე, ანუ რაღაცა სუვერენიტეტია საუბარი მაგ შემთხვევაში, როდესაც რაღაცა დიდი კომპანიები თვითონ ამბობენ რომ deep state-ი შედგება, ფინანსდება ამ უშველებელი კომპანიები და ამ უშველებელ კომპანიებს პირდაპირ აძლევენ ამ ხელო ტერიტორიებს, აპროირებენ ნახევარ საქართველოს ბუნებრივი რესურსები გადის და გადის მადნეულ რესურსებზე იქნება საუბარი თუ უკვე არამადნეულზეც მათ შორის რეალურად თვითონ გადასცემენ deep states პირდაპირ ამ ჩვენ ქვეყანას და მერე კიდე ლაპარაკობენ იმაზე რომ თურმე ვიღაცას რაღაც გავლენები ქონდა. პირველი ვინც წარმოადგენს deep states ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება. თან ამ ყველაფერს აკეთებენ ისეთი კომპანიის ხელით, რომელსაც მაინც და მაინც კარგი ავტორიტეტი არ აქვს მთელ მსოფლიოში. უკვე მედიაშიც გამოჩნდა და ჩვენი ანალიტიკური ჯგუფის წევრებაც დაწვრილებით მოიძიეს აი ამ Eagle Hills-ის მიერ გაკეთებული საქმეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იქ ინდოეთში ფულის გათეთრებას, კრიმინალში, კოლექტიურ დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან ხომ, ორგანიზებულ დანაშაულში. იქ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ბოლომდე ვერ დაამთავრეს პროექტი და ვერცერთ ვადაში ვერ ჩაეტივნენ და ანგრეული მომსპარი დატოვეს შესაბამისი გარემო. იქ ალბანეთში და სერბეთში ეს ხელშეკრულებები რამდენჯერმე შეიცვალა და კორუფციაზე აქვთ ეჭვი. ასე რომ ჩვენ აი ამ Eagle Hills-ის სახით საქმე გვაქვს არა სერიოზულ გავლენიან წარმატებულ კომპანიასთან, რომელსაც რაღაცა დიდი საქმეები გაუკეთებია და ბოლომდე მიუყვანია, არამედ საქმე გვაქვს რაღაც კორპორაციასთან, რომელიც არის მხილებული ყველანაირ ცოდვაში, რაც შეიძლება ეკონომიკური საქმიანობის დროს კომპანიამ ქვეყნის წინაშე და ცალკეული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჩაიდიოს. მოდით ახლა თქვენს უშუალო იმაში გადავიდეთ, რა ჭრილიც გაქვთ მოძრაობის შიგნით და თქვენს პროფესიულ ცხოვრებაშიც აღებული და თქვათ ურბანული და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შევაფასოთ ეს პროექტი. ნანო, თქვენ ძალიან ბევრი არგუმენტი მოაგროვეთ, გააცანით ჩვენს წევრებს, სხვადასხვა მედიაში იმსჯელეთ კიდეც, მაგრამ მოდით ახლა აქ მოუყაროთ თავი და უფრო სისტემურად წარმოვადგინოთ ისე. შევეცდები აი მიწის საკითხსაც გამოვეხმაურები თუ შეიძლება მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხს. ანუ პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს ფორმალურად მიწა იქნება თუ არა, თქვათ კერძო ამ შემთხვევაში კერძო მფლობელის თუ კომპანიის ხელში, თუ ნაწილობრივ იქნება, ნაწილობრივ სახელმწიფო შემოვა თუ და კომპანია იქნება მასთან ერთად თანამოწილე, ხო, ამ მიწის. შედეგი რეალურად არის ის, რომ ამ მიწიდან ხდება მოგების კერძო ინვესტორის მიერ კერძო მოგების ნახვა. ანუ რეალურად იმ ბუნებრივი ფასეულობების და ბუნებრივი რესურსების ხარჯზე კერძო კომპანია ნახავს სარგებელს. ეს ძალიან რაც არ უნდა ვთქვათ, იყოს აქ ნიუანსებით თამაში, რომ ნაწილობრივ დარჩება სახელმწიფოს თუ არ გასხვისდება ბოლომდე თუ რა სტატუსი ექნება, ვთქვათ, სარგებლობის, მიწის სარგებლობის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამას რეალურად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთი ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე არის, არ ვიცი, ნიკაც ისაუბრებს ალბათ, მაგრამ ურბანული თვალსაზრისით აი ესეთ მნიშვნელოვან ტერიტორიებს, რომელიც არის მწვანე რესურსი, ბიომრავალფეროვნებით სავსე რესურსები, ქალაქების მიდამოებში აქვს განსაკუთრებული ღირებულება. განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პირობებში. სანამ უშუალოდ ამ ნაწილზე გადავალ, მაინც კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა ტერიტორიებზე არის, ხო, ეს საუბარი, ეს არის კრწანის სისხლპარკის ტერიტორია და ეს არის გონიოს მიდამოებში ჭოროხის დელტის ტერიტორიები, ხო? როგორც ჩანს, აი რაღაც გარკვეული ინფორმაციის მიხედვით, ესე იგი, კრწანის სისხლპარკის მიდამოებში 600 ჰექტარის განაშენიანებაზეა საუბარი, 600 ჰექტარი ტერიტორიის, გონიოს მიდამოებში ეს არის 250 ჰექტარი ტერიტორია.
გონიო არის გონიოს ჭოროხის დელტა და ის მონაკვეთი ის არეალი შესული არის ზურმუხტის ქსელის ქსელში, ხო, რომელიც ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულების არეალია. ვიცით, რომ კრწანისის ტყეპარკი სავსე არის გადამფრენი ფრინველებით და უნიკალურია ზუსტად თავისი ლანდშაფტის, სარეკრეაციო სივრცეების და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით და მე მახსოვს კრწანისის ტყეპარკმა პანდემიის დროს როგორ გადაარჩინა ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ ბევრისთვის ეს იყო აი ამ სოციალური დისტანციის და იზოლაციის პერიოდში ერთადერთი თავშესაფარი, სადაც ბუნებასთან შემხებლობა შეიძლება ქონოდა ადამიანს, ფიზიკური აქტივობა შეიძლება გაეწია, ეს აისახებოდა ადამიანების როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და აი აქედან რომ დაუბრუნდეთ თქვა ქალაქებთან მიმართებით თემებს, ამ სარეკრეაციო ტერიტორიებს და სარეკრეაციო სივრცეებს ზუსტად ეს ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რომ მოამარაგოს ჟანგბადით ქალაქები, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც ვიცით, რომ სულ უფრო და უფრო მეტად ცხელი ზაფხულები გვექნება. სულ და მომატებული არსებობს კვლევები, თბილისის შემთხვევაშიც გაზრდილია უკვე მაგალითად მიწის ზედაპირის ტემპერატურა ბოლო პერიოდში, ხომ? რაც პირდაპირ კავშირში არის ადამიანის ჯანმრთელობასთან, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში, ხანდაზმულების, ბავშვების შემთხვევაში, სიცხე იწვევს სიკვდილიანობასაც გარკვეული თვალსაზრისით. ეს არის ასევე სუფთა ჟანგბადის წყარო, ხო? ფიზიკური აქტივობების ადგილია ეს სივრცეები, ეს არის სოციალიზაციის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთმანეთთან გადაიკვეთონ. და ამ ადგილებს საგულისხმოა უკვე აქვს ტურისტული დანიშნულება, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახალი ინვესტიციით და იმ რაღაცა, არ ვიცი, ძვირად ღირებული, ეგრეთ წოდებული ლუქსუს დასახლებებით თუ განაშენიანებით მოხდება ტურიზმის განვითარება, ეს ერთგვარად სასაცილოც კი, იმიტომ რომ ესეთი დასახლებების ნახვა ყველგან არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ერთი და იგივე მოდელით მოქმედებს ეს კომპანია ყველა ქვეყანაში, სადაც ჩავა. და შეიძლება იგივე დუბაიში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის ამ ტიპის დასასვენებელი სივრცეები იყოს, მაგრამ ის რაც ჩვენ გვაქვს უნიკალური, ხო, რაც არის კრწანისის ტყეპარკში, რაც გვაქვს ჭოროხის დელტაზე, ეს არის უნიკალური ის ბუნებრივი ფასეულობა, რომელიც უკვე არის ტურისტული რესურსი, ხო? არ ვიცი, მე შემიძლია კიდე გავაგრძელო ქალაქებთან მიმართებით და კლიმატის ჩვენი ქალაქი. ხო, ესე იგი საჯარო სივრცეები ისედაც ცოტაა და ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ამ საჯარო სივრცეებს. მწვანე სივრცეები, ჟანგბადის წყარო, დასვენების წყარო, ფილტვები ისედაც ცოტაა ამ ქალაქს, კიდევ უფრო მეტად შემცირდება. აი იმას რა მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ახალი კიდე დამატებითი ქალაქები შენდება ისედაც იმ ქალაქებში, რომლებიც განაშენიანებულია და ბეტონის ჯუნგლებად არის ორივე ქცეული და კიდევ უნდა მიადგან გვერდით ახალი, ზუსტად იგი შეიძლება ცოტა უფრო მეტად გამწვანებული, მაგრამ კონცეპტუალურად ზუსტად იგივე შინაარსის, ასე ვთქვათ, დასახლებები და ეს ისედაც გაბერილი ორი ურბანული ცენტრი ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად უნდა გადატვირთონ. აი ეს რას გამოიწვევს და ამას რა შედეგები შეიძლება მოხდეს. ერთი კიდე ერთხელ გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, მაგალითად კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიულად კრწანისის ტყეპარკი სად მდებარეობს? აი ზუსტად მოქცეულია თბილისსა და რუსთავის შორის. ანუ ზუსტად აი ეს არის რაღაცა ზოლი. ვიცით რუსთავში ეკოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობაა, ვიცით თბილისში ეკოლოგიური თვალსაზრისით რა მდგომარეობა. ეს არამხოლოდ თბილისისთვის არის აი ეს მწვანე რესურსი, ჟანგბადის წყარო და ასე შემდეგ, არამედ რუსთავისთვის, ხო? ერთგვარად ესეთ ტერმინს თუ ვიხართ, მულტიმუნიციპალური მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიებს. მეორე არის ძალიან საინტერესო კვლევა, ესეთი პატარა მოკვლევა არის გაკეთებული გიორგი კანკიას აქვს სივრცით მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული კვლევა, რომელიც ერთი მხრივ აჩვენებს ქალაქებში, უბრალოდ თბილისში, მიწის ზედაპირის ტემპერატურის განსხვავებას უბნების მიხედვით და მეორე მხრივ ხის ვარჯების მონაცემები არის შესწავლილი ასევე უბნების
ამის მიხედვით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან და ეს ყველაფერი გაანალიზებული არის სივრცითი უთანასწორობის და ასე ვთქვათ, ხო, გარკვეული თვალსაზრისით სეგრეგაციის კონტექსტშიც, ხო? ამ რუკებს თუ შევხედავთ და ამ არეალებს თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ მაგალითად მარჯვენა სანაპირო გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მარცხენა სანაპირო. ეს ისტორიული წინაპირობებიც აქვს ამას, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ესეთი არის. და ის ტერიტორიები, რომელიც სამხრეთით მდებარეობს ქალაქის და აი სამხრეთ და აღმოსავლეთით ფაქტობრივად გადახრიოკებული ადგილები არის. იქ ზაფხულში ტემპერატურაც უფრო მაღალი არის, ხეების რაოდენობაც უფრო მცირეა და წარმოიდგინეთ იმ არეალისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ესეთი მწვანე რესურსის არსებობას. ფონიჭალისთვის ლამის ერთადერთი ღირებული რესურსი შეიძლება იყოს ამ გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ხო? და ვიცით, რომ მაგალითად იგივე ფონიჭალა როგორი იზოლირებულია და ერთ-ერთი ყველაზე ცუდად განვითარებული უბანი არის თბილისის შემთხვევაში და გარიყულია და აი ეს სოციალური სეგრეგაცია და სოციალური უთანასწორობა იმის მაგივრად რომ ვთქვათ იმაზე მუშაობდეთ რომ ეს უთანასწორობები აღმოვხრათ ხო ქალაქის მასშტაბით ამის ნაცვლად პირიქით ღრმავდება იქმნება მცირდება ეკოლოგიური საჯარო რესურსები იმათ ადგილას შენდება დასახლებები და როგორც ჩანს მაინც უფრო იქნება კრანისის ტყეპარკის შემთხვევაში ინდივიდუალურ დასახლებებზე ან მცირე მასშტაბის თაუნჰაუსების ტიპის განაშენიანებაზე იქნება საუბარი ორივე ნაპირზე უზარმაზარ ტერიტორიაზე არის საუბარი და ეს იქნება იზოლირებული ჩაკეტილი ტერიტორიები, რომელიც მანქანაზე იქნება პირდაპირ დამოკიდებული, ანუ იქ რაღაცა თბილისში წასასვლელად მეტროთი და ავტობუსით 301 ნომერი ავტობუსით არავინ არ იulis, ხო? ეს რა თქმა უნდა ახალი სატრანსპორტო ნაკადების გენერირებას გამოიწვევს. თან ვიცით რაოდენობებით მეტნაკლებად მონაცემებით აუცილებლად გამოიწვევს ამას და ფაქტიურად შეუძლებელია იმ პროექტის განხორციელება იმის გარეშე რომ არ მოხდეს ბუნებრივი ლანდშაფტების ნარგავების მცენარეების ფრაგმენტაცია და მოშლა. ხო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი პირიქით ამბობს, რომ რაც არის ისიც გაიზრდებაო. ხო, ნახეთ ალბათ ყველამ და ეს მართლა შეურაცხყოფელი იყო ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ქვეყნის ფორმალურად ნომერ პირველი პოლიტიკური ფიგურა გამოდის რაღაც სარეკლამო რგოლში ლამის და ინვესტიციის ესე იგი დადებით მხარეებზე აღფრთოვანებული საუბრობს და ყველას არწმუნებს რა ბედნიერებაა რომ ეს პროექტი ხორციელდება. ჯერ ერთი პრემიერ-მინისტრს ცოტა თავშეკავება უნდა ქონდეს რაღაც სახელმწიფოებრივი სტატუსი, ცოტა განსხვავებული და ესეთ პროექტებზე და ინვესტიციებზე არ უნდა ხურდავდებოდეს და უცებ წარმოვიდგენია. ხო, ინფლუენსერი ვით. ხო, ცოტა ის შემცხვა კიდეც რომ წარმოვიდგინე რომ აი თქვათ კონრად ადენაუერი გამოდის და ააკეთებს იმას, რა ქვია, რომელიღაცა ბერლინის გარეუბანში რაღაც კორპუსების შენებლობის რეკლამას, ან შარლ დე გოლია რაღაცა, ხო? მართალია მაღალი თამასა ავიღე, მაგრამ ეგეთი სწორება უნდა გქონდეს, ხო? რომ პოლიტიკური ლიდერი და ფიგურა ასეთ დონეზე არ უნდა ეცემოდეს, მაგრამ ნუ ვიცით როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით რა რანგის და გაქანების ლიდერები ყავს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს. და მოდი ნიკო შენს განავრცე ეს თემა, ხო? გვეუბნებიან რომ გაიზრწვანე სივრცეებში, ასე იგი დიდი ინტერვენცია არ მოხდება და შენარჩუნდება ის ყველაფერი და პირიქით ახალი ენერგები გაჩნდება და ასე შემდეგ და გვარწმუნებენ რომ ეს არის არა რაღაცა მდიდართა გეტო, როგორიც აღწერა თანანო, მაგრამ ეს იქნება რაღაცა ახალი ევროპული ტიპის მწვანე ეროვნული ქალაქი ჩვენს საზღვრებთან 64 საქართველოს დედაქალაქთან ან ბათუმთან ახლოს. აი ეს საკითხი განვარცოთ და კიდე აი თუ ჩვენ არ ვიაზროვნებთ პროვინციალურად და ცოტა ფართოდ და გლობალურად შევხედავთ საკითხს, ვიცით რომ სოფლიოს ყველა თავმოყარე ქვეყანა, როცა ამ ტიპის ინვესტიციის განხორციელებაზე იწყებს პიკს, იქვე სვამს შეკითხვას. კლიმატი იცვლება. როგორ უნდა დავგეგმოთ ეს პროექტი ისე, რომ კლიმატის ცვლილებაზე მისი ზეგავლენა არ იყოს უარყოფითი და კიდევ უფრო მეტად არ დააჩქაროს ის საშინელი
პროცესები, რომელიც აი ამ კლიმატის კრიზისს ახლავს თან. მოდით რა, ეს თემაც კლიმატური ადაპტაცია მნიშვნელოვანი პრობლემა არის, შეგუება იმ ცვლილებებთან, რაც ხდება ზოგადად და ისედაც სამწუხაროა, აი მეცნიერება საერთოდ გარიხულია, განდევნილია ამ საუბრებიდან, განსაკუთრებით გარემოს მეცნიერებები საერთოდ უგულებელყოფილია და მაგრამ აი რო შევხედოთ კლიმატის ცვლილება როგორ დგება, რანაირად დგება, ამაზე მთელი, რა ვიცი, ინსტიტუტები მუშაობენ, ხო და ხედავთ, რომ მიმდინარეობს ძალიან სწრაფი დეგრადაცია, ნაყოფიერი მიწის გაუდაბნოება უფრო გაჩქარებულია, აგერც ცოტა ხნის წინ ჩვენმა კოლეგა ლევან ტიელიძემ გვაჩვენა როგორი დესტაბილიზირებულია მთელი კავკასიონის ესე მყინვარები, იგივე ხდება მთელ მსოფლიოში და ნელ-ნელა მიუწვდომელი ხდება გარკვეული ასე ტერიტორიები იმისთვის რომ გამოყენებული იქნას, ანუ როგორც რესურსი ის იკარგება და ამას მით უმეტეს აი ამ რაღაც გლობალური კაპიტალიზმის სამყაროში რაც თავარი არის პირადი მოგება, მე ეკოს გარშემო ტრიალებს ყველაფერი იქაც ეს დანაწევრება ამ ეკოლოგიური სივრცეების და ვთქვათ საცხოვრებელი გარემოს ჰაბიტატების ამ ცხოველებისა ანუ საბოლოო ჯამში ძალიან ავიწოვებს ამ სივრცეს, სადაც შეიძლება ადამიანი გადარჩეს და იცხოვროს რა და შესაბამისად ეხა აი დიდრები ხა ვისაც მოუნდება შეუძლია გადაამოწმოს რომ ძალიან დიდი რაოდენობის უკვე დიდარი ადამიანებიც ცდილობენ ნელ-ნელა აი ეს გადარჩენის სივრცეები დაიკავონ ეკოლოგიურ თვალსაზრისით და ამის ფუფუნება მათ აქვს ფული აქვს მიდიან ჩვენ ქვეყნებში ყიდულობენ აი ამ ხელა სივრცეებს რათა მე თუ დადგება ისეთი მომენტი როდესაც შეიძლება კლიმატი კიდევ დადგება აუცილებლად რომ კლიმატი კიდევ უფრო კლიმატური მდგომარეობა ადამიანებისთვის კიდევ უფრო გაუარესდება ისინი დაიკავებენ ამ ადგილებს მათ შორის თავისუფალად შესაძლებელია რომ ის კომპანია შედგება იმ ადამიანებზე მათ უკანის ადამიანებიდან ვისაც ეს ინტერესი გააჩნია მით უმეტეს იმ სივრცეში მაგრამ ასე ვთქვათ არაბეთის ნახევარკუნძულზე სადაც ეს პრობლემა კიდევ უფრო გაცილებით ისეთ დგას ხო და შესაბამისად მივდივართ იქამდე რომ საბოლოო ჯამში აი ეს გადარჩენის სივრცეები იქნება ხელმიუწვდომელი ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში მოგეხსენებათ კი ხელისუფლება თუ ჩვენ ეკონომიკურად უწევთ ყველას მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით რა ახლა ეკონომიკურ გამოწვევებსა და მართლა უიმედობაში ვცხოვრობთ რა და მოვა მომენტი როდესაც ეს დესტაბილიზაცია ამ ხელა მყინვარების ეს ცვლილებები შეგვეხება პირადად ჩვენ შვილებს ჩვენ ოჯახებს და ამ შემთხვევაში მოხდება ისეთი რაღაცა რომ ეს სივრცეები დაკავებული იქნება უკვე და ჩვენ აღარ ხელმისაწვდომი ჩვენთვის აღარ იქნება ისევე არ იქნება ხელმისაწვდომი იმ არაბებისთვის ვისაც ახლა შემოსავალი თქვა არა აქ არიან ესეთი ადამიანები და შეიძლება იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ვინც შეიძლება სამუშაოდ იქ ჩადის ხო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი იმიტომ რომ მიწა მარტო ის ხო არ არის რაღაც ტერიტორია თლიანობაში რესურსია სასიცოცხლო სივრცე და ასე ვთქვათ და ამას ემატება კიდე ისიც რომ აი რაღაცა აპართეიდული ის ხალიფდება ჩვენ ხო გარემო რა ანუ რას გულისხმობ ჩვენ ხო არ გვაქვს არანაირი პოლიტიკა რაღაცა ინტეგრაციის ანუ ჩამოდი შეიძლება ბევრი ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან და ისინი მოხდებიან რაღაც შემოღობილ ტერიტორიაში რაც შენ კავშირი რეალურად არ გექნება იქ იქნებიან დიდრები რომლებიც ჩაიკეტებიან თავის თავში და ესეც არის იმ სეგრეგაცია რაღაცა საპირისპირო სეგრეგაციის სახისიერებს მაგალითია ძალიან კარგი და ამას კიდე დავამატებდი ერთადაც აი ქალაქის მხრივ რა აი როგორც რესურსი გასაგები რესურსი ვიღებენ კოლექტივურად აი ქალაქიც როგორც ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო რა თავისთავად უნდა გარდაიქმნებოდეს ისე რომ ყველა მასში მაცხოვრებელი ადამიანი მონაწილეობდეს იმიტომ ეს გარდაქმნა მასზეც უნდა აისახოს თუ რა თქმა უნდა ცუდად აისახება ეს ჩვენ განუვითარებლობაზე მეტყველებს ხო ან რაც უფრო მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში მით უფრო უარესია ქალაქში ცხოვრება და ქალაქი იმ ადამიანებისთვისაც თავისთავად ხო და შესაბამისად ჩვენ აი ეს უფლება ქალაქზე როგორც რესურსზე როგორც კოლექტიური გარდაქმნის საშუალება რა ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რაღაცა გავაკეთოთ და ქალაქმა უნდა გადაწყვეტოს ქალაქის გადაწყვეტილება ნიშნავს რომ ქალაქის მოსახლეობა უნდა გადაწყვეტოს და არა ადამიანებმა ვისაც უბრალოდ ფულის ჯიბეში ჩადება უნდა და მეტი ინტერესი არა იქ მერე მოხდება რაღაცა აი რაღაც ფსევდოს როგორ თქვა რაღაც მოკვდავთათვის სამოთხეს გააშენებენ მაგრამ როცა კლიმატური ცვლილებები დაიწყება თუ ჩვენ აი ამ ფულის ხარჯვას იმის მაგერად რომ მოვემზადოთ აი ლევანმა როგორც მოვემზადოთ ამ გარდაქმნების ამ კლიმატური ცვლილებებისთვის
და მასთან ადაპტაციისთვის იმაში არ დავხარჯავ და დავხარჯავ აი ესე ჩვენი მუცლის და მატერიალური რაღაც არნახული რაღაც ჰედონისტური მიდრეკილებების დასაკმაყოფილებლად რა საბოლოო ჯამში მათაც მიადგებათ ეს ზარა მით უმეტეს ჭოროხის იმაში რო აშენება ხა იმას რა ქვია რაღაც საცხოვრებელ გარემოს ეგრე მარტივი ხო არ არის ანუ ის ვინ არის მოქმედებს იქ ანუ თავისი გარდა იმისა რომ შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ იქ ისევე როგორც მთლიანობაში მთელი ჰიდროლოგიური ციკლი არსებობს ხო პლანეტაზე და ეს ყველაფერი მათზე გავლენას მოახდენს და ეს იმოქმედებს მათზეც, ჩვენზეც და საბოლოო ჯამში მივიღებთ კრიზისს, რომელზეც გამოსავალი არ ვიცი რა შეიძლება იყოს რა, ამიტომ მარტო იმაზე არ არის საუბარი, ვიღაც ჩამოვა და იცხოვრებს, არამედ ეს ამ კრიზისს აქვს მრავალი განზომილება და ეს განზომილებები გაცილებით უფრო საფრთხეა ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი რა. აი გაცილებით საფრთხემ შეისწავლა რისკებს. საერთოდ ეგ გაოცებას იწვევს, მე რამდენჯერ აკეთებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთსა და იმავეს, რომ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და მერე იწყებენ განხილვას. აი უკან მიდევნებული ლამპარივით, ხო? მიიღეს გადაწყვეტილება, მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, აგერ ჩვენი ქალაქისთვის უძვირფასეს შენობაში რუსთაველის კინოთეატრში გახსნეს ოფისი გოხილსის და ეხა იწყებენ პროექტის ახსნას. ეს აქ რა ლოგიკაა? აქ ჩანს დამოკიდებულება შენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. აი შენ არავინ არაფერი არ გეკითხება, შენ არაფერს არ შეგითანხმებ, მუნიციპალიტეტი არსებობს, მისი მმართველობა არსებობს, შენც არ მაინტერესებ, ხალხიც არ მაინტერესებს, მე ვიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და მე რაღაც ვიდეოს ჩაგიწერ, პრომო ვიდეოს და გინდა დამიჯერე, გინდა არა, უკვე ქარავანი დაძრულია და ამ ძაღლების ყეფას ირგვლივ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. და მე თუ ეს პროექტი ჩავარდა და სახელმწიფოს დაეკის რაღაცა გადასახადები, ისიც ჩვენ დაგვრალდება, ხო? გახსოვთ ნამახვანესის პროექტი, რომელიც ასევე საიდუმლო იყო რაღაც ნაწილობრივ ძლივს გამოაქვეყნეს დოკუმენტები, დასკვნები, ჯერ ხელი მოაწერეს და მერე განხილვა დაიწყო, ჯერ ხალხი ცემეს და მერე მივიდნენ ამ ხალხთან სალაპარაკოდ და ბოლოს კიდე დივერსანტებს ეძახიან იმ ხალხს ვინც ითხოვდა რომ ამიხსენი რას აკეთებ, რატომ აკეთებ და რა არგუმენტით აკეთებ, ხო? ანუ ეს გაუგებარია და ჩვენ ოდესმე ძალაუფლება თუ გვექნება ხელში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას, აი ამის ცვლილება გვინდა სწორედ რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ინფორმაციაზე, ცოდნაზე დაფუძნებით და ხალხის თანამონაწილეობით დემოკრატიული, ესე იგი, განხილვის და განსჯის შედეგად და არა ერთპიროვნულად და ესე უკუღმა, როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს. ეხლა მოდით ეს ქალაქის არგუმენტები მოვამრგვალოთ. აი, მე მინდა გავიხსენო სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლების ვიზიტი ბათუმში. და ბათუმში რო ჩავედით, იქ შევხვდით არაჩვეულებრივ ხალხს, მეც ვიყავი იქ და მოგვიყვეს, რომ საბავშვო ბაღები აღარ ყოფნის. სკოლები აღარ ყოფნის, ჰაერი აღარ მოძრაობს ქალაქში. ამას დაამატეს ეს ტრანსპორტი აღარ ყოფნის, პარკინგის ადგილი აღარ ყოფნის. პასუხები იყო იქ. ნუ გადაადგილება ქალაქში რთულია, გინდა კერძო, გინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და გამაოცა კიდევ იცით გითხრეს, ეს ხო რიგითი მოქალაქეები ამბობენ ამას. ხო, ინფრასტრუქტურაზე აღარ ვამბობ იტბორება და უბედურება. რიგითმა მოქალაქეებმა გითხრეს, რომ წყლის დეფიციტი გვაქვს, წყლის მიწოდების დეფიციტი, ელექტროენერგიის დეფიციტი. ხშირად, არა იმიტომ რომ ელექტროენერგია არ არის, კი, მაგრამ აი ეს გადამცემი ინფრასტრუქტურა არის გაუბედურებული და ამორტიზებული, ხო? აი ესეთ ქალაქებში ცხოვრობთ ჩვენ და გვეუბნებია რომ ასეთ ქალაქებს კიდევ ზემოდან ახალი პარაზიტი სუბდასახლებები და სუბურბანული წარმონაქმნები უნდა შეუქმნათ, ხო? აი ამაზე უფიქრია და რამე ჩანს ამ პროექტში ან მათი ავტორების მხრიდან ჩანს, რომ აი ესეთ დეტალებზე ნაფიქრი აქვთ. რომ ქალაქი კიდევ უფრო მეტად იტვირთება და აი ამდენი მიმართულებით დამატებითი ინფრასტრუქტურაა შესაქმნელი. და ის ინფრასტრუქტურა ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ბიუჯეტიდან, რომ ესეთმა ქალაქებმა იფუნქციონირონ. არა, რეალურად რაც არის გავრცელებული ინფორმაცია და რაც არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ეს არის ვიზუალიზაციები, რენდერები, რაღაცა დეტალიზებული პროექტი არ არსებობს, ეს არის
სურათხატები იდეალური რაღაცნაირი გაბტენებული ლამაზი თეთრი ხალხით გარშემორტყმული რაღაცა სივრცეები, დასახლებული სივრცეები, მდიდარი ხალხით დასახლებული და არქიტექტურულადაც რაღაც ვიზუალური სურათხატებიც იმდენად არაბუნებრივია, რომ დამაინტერესა AI-ს ვეკითხებოდი, რომ აი ამომიგდე, აბა მაგალითები სად არის და დუბაის მაგალითი ამომიგდო, იქ იტალიის მაგალითი ამომიგდო რაღაცნაირად, აი ესეთი ცოტა როგორ თქვა, არარეალისტური გარემო არის. ამიტომ ხელჩასაჭიდი გვაქვს ერთადერთი რაც არის, ვიცით რაოდენობები ტერიტორია, რა ტერიტორიას მოიცავს და რა მასშტაბებს გაწუდება ეს ყველაფერი. დაახლოებით ვიცით რამდენი ბინა ან საცხოვრებელი სახლი შეიძლება აშენდეს ამ ტერიტორიაზე. ერთი ხარჯული უნდა ჩაემატოს თბილისის და რუსთავის შორის. კი და აი ეს გათვლებები და გაანგარიშებები რა ზემოქმედება შეიძლება კონდეს ამ დასახლებას, თქვათ იგივე მის გარშემო არსებულ კი ბატონო დასახლებებზე და მე ზოგადად ინფრასტრუქტურაზე და ინფრასტრუქტურულ ქსელზე ეს რა თქმა უნდა არაფერი ეს ინფორმაცია არ არსებობს და ამასთან მიმართებითაც არის ძალიან ბევრი კითხვები და კითხვის ნიშნები. არ ვიცი ძალიან ესეთია თან ძალიან აქტიურად არის დაწყებული უკვე ამისი მარკეტინგული კამპანიები სოციალურ ქსელში. თქვათ კი ამბობდა პრემიერ-მინისტრი რომ ეს ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვისო, მაგრამ რეალურად ახლა ეს კამპანია რაც მიმდინარეობს, პირდაპირ ორიენტირებული არის ეგრეთ წოდებული რაღაცა მაღალშემოსავლიანი ჯგუფებზე, ხო? ხოთაშორის როგორ თქვა იცით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ესე იგი ქვეყანაშიო მოსალოდნელიაო ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდაო, თან ეს ეკონომიკური ზრდა ბოლო წლებში სტაბილურიაო და აი აქედან გამომდინარე მე ვარაუდობ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ან საქართველოს მოქალაქე შეიძენს იქ ბინას, ანუ დააკვირდით არგუმენტის სიმყიფეს და სისუსტეს, რომ თითქოს ნელ-ნელა მდიდრდებით ჩვენ ყველანი ამ სიმდიდრეს გრძნობთ და უცებ დავაბანდებთ ამ ესე იგი ჩვენი კაპიტალის საშველად გამოჩენილ პროექტში. ხო, უკაცრავად გაგაწყვეტიათ, რა გიწერიათ კიდევ ფოლიანტები. მე ნუ იმას ვიზამთ, მარტო მე შეკითხვებს ვერ დავსვამ, შეიძლება გამომჩეს რა. ხო, და რა თქმა უნდა, აი ეს რასაც კითხულობ ლევან, რომ თქვა სატრანსპორტო ნაკადები როგორ გაიზრდება, თქვა როგორ მოხდება გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, რა ზეგავლენა ექნება, ეს ჯერჯერობით არ ჩანს. გვპირდებიან, რომ თქვათ ყველანაირი კანონმდებლობის დაცვით მოხდება შეთანხმება ამ პროექტის, მაგრამ ზუსტად ეს საერთაშორისო გამოცდილება, რასაც უჩვენებს, არის ეს, რომ ველანაირი ბარიერები, რაც კი შეიძლება ამ კომპანიას ქონოდა, სხვა ქვეყნებში, ზუსტად აი ამ სამშენებლო ნებართვების კუთხით თუ სხვა კუთხით, მთლიანად ეხსნებოდა ეს ბარიერები, რაღაცნაირად ესეთი შეთანხმება არსებობდა სახელმწიფოსა და Eagle Hills შორის და ეს და ძალიან საინტერესოა, რომ ზოგადად ეს კომპანია ისეთ ტერიტორიებს არჩევდა ზუსტად ესეთი კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ტერიტორიები ან გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ღირებული ადგილები. ხო, და შესაბამისად ეს ადგილებია, სადაც გარკვეული რეგულაციები ფუნქციონირებს, ქალაქმშენებლობითი გეგმები არსებობს, თქვა სხვადასხვა ქალაქებში და სრულიად აი ამ გეგმების და აი ამ პროცედურების აბსოლუტური გვერდისავლით ცდილობდა ხოლმე რომ განეხორციელებინა ეს თავისი პროექტები. რიგ ქვეყნებში, რამდენიმე ქვეყანაში არ გამოუვიდა ეს და ეს ჩვენ გარკვეულ იმედსაც გვაძლევს, ხო? მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა ქალაქ გეგმარებითი პერსპექტივიდანაც და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ აი ეს თანამონაწილეობის და დემოკრატიული დაგეგმარების კულტურა, ტრადიცია და სისტემა არ გაგვაჩნია დღეს. არასდროს არ გქონდა, დღესაც არ აგვაქვს. თანამონაწილეობა ქალაქმშენებლობით გადაწყვეტილებებში ფაქტობრივად ძალიან ხშირად უგულებელი იყო ამ ქალაქში და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. ეს ავიღოთ იპოდრომი, ავიღოთ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ადგილები, მწვანე ტერიტორიები, მწვანე არეალები, ეს ბოლო პერიოდში კიდე განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ეს პროცესი, ხო?
და შევხედოთ ქალაქს რას გავს, როგორი მახინჯია და როგორი გაუბედურებულია მთელი რიგი უბნები და სივრცეები. და ეს არის არაგეგმაზომიერი განაშენიანების პროცესი, ეს არის სტიქიური განაშენიანების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად შეიძლება მოწესრიგებული ჩანდეს, გეგმარებითი თვალსაზრისით ეს არის მოუწესრიგებელი არასისტემური განვითარება, რომელსაც თავად ვთქვათ იგივე ქართული ოცნების წარმომადგენლები თავის დროზე ძალიან კაფიოდ აკრიტიკებდნენ, ხო? და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალაქგეგმარებითი ჩემი აზრით, ჩემი პერსპექტივიდან არის ის, რომ ეს ტერიტორიები არის ეგრეთ წოდებული, ანუ არსებობს ესეთი ტერმინი არასამშენებლო მიწები. ანუ ესეთი ლანდშაფტური ტერიტორიები არის არასამშენებლო მიწები. ამათი განაშენიანება პრინციპულად არ არის მიღებული ქართული სივრცითი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხო? და პირდაპირ არსებობს გარკვეული ჩანაწერები, რომელიც იძახის, რომ საზოგადოებრივ ინტერესთან კონფლიქტში შეიძლება მოვიდეს იმ შემთხვევაში ამ არეალების განაშენიანება, თუ მაგალითად არის თუ ეს განაშენიანება გარემოზე მავნე ზეგავლენას გამოიწვევს, თუ ბიომრავალფეროვნებას და ლანდშაფტებს მოშლის, თუ შეიცავს სუბურბიული განაშენიანების პირობებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ეს საჯარო ინტერესი ცალსახად ილახება ამ პროექტებით და ამ განაშენიანებით და უკვე აპრიორი კანონმდებლობის დარღვევა გამოდის გარკვეული თვალსაზრისით. ვიცით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ცხოვრობთ, მაგრამ მაინც ვეძებთ სწორება გვაქვს სამართლებრივ სახელმწიფოზე ჩვენ თვითონ. დიდი მადლობა ნანო. ნიკო, თქვენ ჩვენი მსმენელიც და ჩვენი მოძრაობის წევრებიც გიცნობენ არა მხოლოდ როგორც პალეოანთროპოლოგს, არა მხოლოდ როგორც პროფესორს და ასე შემდეგ, არამედ როგორც სოციალისტსაც, ხო? თავისი მკვეთრი პოზიციები. შეიძლება ეკოსოციალისტს, მაგრამ მაინც სოციალისტს. და მოდით სოციალურ განზომილებაზეც ვისაუბროთ ამ პროექტით. ერთი ნაწილი სოციალური განზომილებისა თქვენ ახსენეთ. ნამდვილად ჩვენ საქმე გვაქვს აპართეიდულ პროექტთან. მდიდრების გეტო, შემოსაზღვრული, თავისი ელიტური წესებით და კანონებით და დანარჩენი ჩამორჩენილი ღარიბი გაუბედურებული საქართველო. ხო, ეს კონტრასტი ჩანს. აი კიდევ იცით რაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება? აი რას მოუტანს ეს პროექტი დასაქმების თვალსაზრისით საქართველოს მოქალაქეებს? თქვენი დაკვირვებით. ჩემი დაკვირვებით თავისთავად ნათელია, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ აღარ გვინდა ამ უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის. ამ და ეს თვითონ რაღაც სტერეოტიპია, ცუდია თუ ადამიანებს უმაღლესი განათლება უნდა, ამიტომ ეხა მეორე მხრივ თავაზობენ, რომ გავხდეთ აბსოლუტურად დამოკიდებული აი ამ მომსახურების სექტორზე და ჩვენი განვითარება ჩვენ ხელში არ იყოს. ანუ ეს საბოლოო ჯამში განათლების რეფორმაც თითქოს მიბმულია ამაზე, იმიტომ რომ მეცნიერება როგორც ჩანს არ ჭირდებათ და რო არ ჭირდებათ ეს მე 10 დანგრეულ და გაპარტახებულ ჰესში გამოიხატა, რომელიც ააშენეს და მე ვალდაკვალ სულ ეგრეო და ზოგს რა პრობლემა შეექმნა, ზოგს რა პრობლემა. განათლება იმიტომ არ ჭირდებათ, რომ თუ იქნება განათლებული ადამიანები წინააღმდეგ მეტი იქნება და შესაბამისად ნელ-ნელა ესეთ იმას ხატავენ გარემოს, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ მორჩილი საზოგადოება, რომელიც იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ ამ მოსახურების სექტორში. მე ადამიანები მუშაობენ, ეგ არაფერი გასაკვირია, მაგრამ თუ ქვეყანას განვითარება უნდა, იქ საჭიროა მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარება, არ ვიცი, განათლებული საზოგადოების შექმნა და ამას ემატება. ეხლა გავიხსენებ თუმცა აი მახსენდება ხოლმე, რომ ეს მარტო ამ ხელისუფლების პირობებში ხო ხდება, ეს მთლიანად თავს გვახვენ. ჯერ იყო და ზონალური შეთანხმება მიიღეს, მოგიხსენება ძალიან კარგად, როგორ ცვლიდნენ, თქვათ, რეკრეაციულ ზონებს, როგორ აჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც უნდათ ისე აკეთებდნენ. მერე დაემატა ის, რომ თურმე ჯენტრიფიკაცია ყოფილა ამათი მიზანი ქალაქში და მერი აცხადებდა ამას პირდაპირ, ჩემი მიზანია, რომ ეს ხალხი ვინც აქ ცხოვრობს ამ ცენტრში, ავყაროთ, გარეუბნებში გავისტუმროთ და აქ მდიდრებმა იცხოვრონ და თქვა გავაჯანსაღოთ, ანუ აპარტეიდულია თავის თელ შინაარსის, ფაშისტურია, რომ აი ეს ხალხი უნდა წავიდეს სადღაც და აქ მდიდრებმა იცხოვრონ და ეს თურმე გააჯანსაღებს გარემოს. კომერციალიზაცია, რომელსაც ასევე აცხადებდა მერია პირდაპირ, რომ აი ჩვენი მიზანია კომერციალიზაცია
კომერციალიზაცია ან კომერციალიზაცია ნიშნავს, რომ აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე უნდა გადავიდეთ, ის ჯანსაღი ქსოვილი, მრავალფეროვანი ურბანული სტრუქტურა უნდა მოიშალოს იქ რაღაც, არ უნდა იყოს ბიბლიოთეკები, არ უნდა იყოს საჯარო ფუნქციის მატარებელი, არაფერი და ყველაფერი უნდა გადაიქცეს, ესე იგი ჩვენ უნდა მოვემსახუროთ აი ამ დანარჩენ დიდრებს და ჩვენ უნდა ვიყოთ თავჩაქინდრული მონები. აი ეს აქეთკენ მიდის, ხო და ჩვენ ვიცით რა გვჭირდება ნამდვილად, რა გვჭირდება მეცნიერების განვითარება, მეტი თავისუფლება უნივერსიტეტებს, მეტი პირდაპირ დაფინანსება ასეთ მიმართულებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ უნდა იყოს, ამას უნდა გქონდეს, რაც შევა დემოკრატიული სახე, ანუ რაც შევა მეტი ადამიანმა უნდა გახდეს განათლებული რა. ეს უნდა იყოს და არა ის, რომ არ გვჭირდება თურმე განათლება, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ამათვის პრობლემაა და ეხლა უნდა თითქოს ეს აქაც ხო უნივერსიტეტებთანაც იგივე დამოკიდებულება გვქონდეს, რომ დაანგრიონ ეხლა ეს ისტორიული შენობები, რომლებშიც გამოიძარდა ქართული სამეცნიერო ტრადიცია და იქვე სადღაც მიაბრძანონ და სადაც ასევე ვინმე წავიდა სტუდენტები და აი იქვე დაასაქმებენ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ეხლა ჩემ სტუდენტებს თავი არა აქვთ, რომ ეძინებათ ლექციებზე, შენც კარგად მოგეხსენება და ლევანსაც, რომ აი სტუდენტებს ეძინებათ და ვერ მოდიან და ანუ ხვდები, რომ ამ ის კი არა ხელი შეუწყო. პირიქით არა, ბოლომდე უნდა გაჭრიდონ ქართველი ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები და ეს არის მათი შევახსენოთ ჩვენ მსმენელს, რომ ირაკლი კობახიძე და სხვა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ აი ეს ცენტრალური შენობებიო, რაც აქვთ უნივერსიტეტებსო, ვაკეშიო და საბურთალოსეო, ისინი შეიძლება დავცალოთო, გავყიდოთო და სადღაც იქვე, სადაც იგლხილსთან ავაშენოთ უნივერსიტეტს. პერსონალის ვეღარ, ანუ უნდა რეალურად შეამცინონ. ანუ ახაც ეგ ეხლა ცოტა სხვა თემა, მე ვამბობ როგორ უკავშირდება ამ პროექტს, გადაყავთ იქ და სტუდენტებიც იქ იქნებიან. საბოლოოდ, რაც ნიკამ ბრძანა და რაც ძალიან მარტივად ჩანს შეუარაღებელი თვალითაც, ხო? საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი თანამოქალაქეები სჭირდება დაბალ კვალიფიციური, დაბალ ანაზღაურებადი საქმეების შესასრულებლად. ისეთი სამუშაოების შესასრულებლად, რომლის გაკეთებაც ადამიანებს ეზიცხებათ და დილას რო იღვიძებენ. ხო და რობოტებსაც შეუძლიათ და არ უნდათ არც თვითრეალიზებულად გრძნობენ თავს, არც ბედნიერად გრძნობენ თავს, არც გაუცხოვებულები არიან ამ საქმიდან, მაგრამ აი ამ ინვესტიციას სჭირდება აი ეგეთი, ესე იგი, მოსამსახურე პერსონალი და ჩვენი ხედვა ყოველთვის არის ესეთი, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ინვესტიციები ამ ქვეყანაში, რომელიც შექმნის სტაბილურ, ღირსეულ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სჭირდება ცოდნა, რომელსაც სჭირდება ღირსეული შრომითი პირობები, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური ადამიანები და გვინდა აი ამ ტიპის ინვესტიციები, აი ხო ამბობენ, რომ აი აბა ინვესტიციების გარეშე გინდათ რომ განვითარდეს ეს ქვეყანა? დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგიერთი ინვესტიცია ამ ქვეყანას არ სჭირდება. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ისეთი ინვესტიციები, რომელიც განავითარებს წარმოებას, რომელიც განავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებიც იქნებიან ეკომეგობრული ინდუსტრიები. დიახ, ჩვენ ქვეყანას სჭირდება მხოლოდ ისეთი ინვესტიციები, რომელიც შექმნის ღირსეულ სამუშაო ადგილს, ღირსეულ ანაზღაურებას და სტიმულს მიცემს განათლების სისტემაში სხვადასხვა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ესეთი ინვესტიციები გვინდა და არა ისეთი ინვესტიციები, რომელიც მიწას გვართმევს, წყალს გვიწამლავს, ტემპერატურას კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენ ქალაქებში, გვახდევინებს უამრავ ფულს მის მომსახურებაში, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით და რომელსაც მონებად ჭირდება ჩვენი მოქალაქეები. ესეთი ინვესტიციები შორს ჩვენგან. ესეთი ინვესტიციებს შევებრძოლებით ჩვენ ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ვითარებაში. და გონი დასრულდა რა ამ ქვეყანაში ის დრო, როდესაც ესე იგი ბენდუქიძე, კვირიკაშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი ძახდნენ რომ აი ინვესტიცია და გაჩვდით. ხმარა მოიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ. აღარ არის ეს დრო ცოტა წინ წავიდა ეს ქვეყანა და ცოტა უყურებს ამ საკითხებს სერიოზულად. ეხლა მოდით ერთ არგუმენტსაც შევეხოთ, რა თქმა უნდა ძალიან დაბალი დონე არის, რაც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, დაწყებული მამუკა ხაზარაძიდან დამთავრებული ისინი რო არიან ცოტა შავრაზმელების შთამომავლები, რომლებიც ამბობენ, რომ აი შავები შემოდიან და მართლა კანის ფერზე და სისხლის ჯგუფზე ამახვილებენ ყურადღებას. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სხვა რამეს ვამბობთ.
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თუ ჩვენ კანონს დაიცავს, ჩვენს წესებს დაიცავს, ჩვენს საკონსტიტუციო წესრიგს დაიცავს, დასახლდეს ამ ქვეყანაში. მაგრამ ვიღაც რო სახლდება სხვა ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოში, ხო არის საჭირო შესაბამისი ინტეგრაციის პოლიტიკის გატარება, რომ ჩაეწერონ ისინი ადგილობრივ კონტექსტში, გახდნენ ამ საზოგადოების ნაწილი, გახდნენ აი ამ თანამეგობრობის ღირსეული წევრები, ხო? როცა ასეთ პროექტს ახორციელებ და ამბობ, რომ ბინების 60% ნორვეგიელებზე, არაბებზე, ინდოელებზე და ამერიკელებზე უნდა გაიყიდოს, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებაზე იყიდება, ხო? აი რას ახვედრებს შენ ინტეგრაციისთვის? ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი? ამაზე უსჯელია ვინმეს ამგვარი პროექტების განხორციელების დროს? ქვეყნის შიგნით ვერ მოახერხეს ის, რომ ადამიანებს ასწავლონ ქართული ენა, როცა მათ სურვილი აქვთ. აი მე მაგალითად ჩემს სტუდენტებს უყურებ ხოლმე, არიან ვთქვათ ქართველი თან იმ ადამიანებს, რომლებიც ათასობით წელია საქართველოში ცხოვრობენ. და რომლებსაც უნდათ და ითხოვენ და ძალიან მიხარია ხოლმე რომ იქ ხედავ, მაგრამ არასწავლიან, ანუ ის ვერ გააკეთეს, რომ საკუთარ მოქალაქეს ასწავლონ საკომუნიკაციო საშუალებები მიცენ, რომ ინტეგრირდნენ ამ ქვეყანაში და ესენი ხა ადამიანებს რომლებიც რამის მუხლე იქ რო ჩავიდნენ, ხო ნახეთ რა წინ მიუწოდა ბიძინა ივანიშვილი და ესენი უკან მიყვებოდნენ როგორც ხევლები, არ ვიცი აქვე ამას, მაგრამ ანუ ესენი გაუბედავენ ხა იმათ რამეს, ანუ ხო წარმოუდგენელი რაღაცაა და მე ზუსტად მაგას გულისხმობ სუვერენიტეტზე, რომ ამ ხელა კომპანიების მიერ აქ აი ესეთი დიდი როლი, რომლებიც თავის ქვეყანაშიც როგორ ექცევიან იგივე კლასობრივი და ეს არის ასე მდგომარეობა ხლიჩა ხო არსებობს იქაც და იქ როგორ ექცევიან ხო კარგად ვიცით და შესაბამისად აქ იმ კომპანიებს რომლებსაც თავად ძდებენ ბრალს რომ არიან deep state-ის წარმომადგენლები ისინი მოყავთ აქ და აძლევენ უკიდეგანო ძალაუფლებას და მათი რეალურად იურისდიქცია იქ არ გავრცელდება ვერ ეთქვის იმათ ეხლა ესენ ვაკეთებ ისენ ვაკეთებ ისევ იქნება როგორც მათ მოეპრიანებათ და შესაბამისად აქ აუცილებელია ხაზი გაეშვას იმასაც რომ ჩვენ თუ გვინდა აი სუვერენიტეტი განვავითაროთ ზუსტად იმაზე რაზეც ვსაუბრობთ რომ ძლიერი სამოქალაქო ინსტიტუციები გვჭირდება რომლებიც შეძლებენ რომ ამ ქვეყანას მისცენ ის რესურსები და ვთქვათ ატრიბუტები რითაც ის თვითონ თავის თავად აშენდება აი რომ ვთქვათ განათლება ხო რა განათლებას და ამ მეცნიერებას ხო ვერ შეუზღუდა ვერ დალუქავ რაც არ ეცადო მაინც ვერ იზამ ამას რაც უფრო მეტ გაქანებას მიცემს ის აძლევს საზოგადოებას საშუალებას რომ თავად იპოვოს განვითარების გზები და როცა გეუბნებიან რომ არა ეხლა მე ვიცი და ეს არის ერთადერთი ეს ინვესტიცია მაშინ მოდი ისტორიას გადავხედოთ მაშინ რომელი ინვესტიცია ვიცით რომელიც განხორციელდა რაღაც სარგებელი მოუტანა ქვეყანას თუ ზარალი არ მოუტანა ყველა ინვესტიცია დიდი ინვესტიცია რაც შემოგთავაზეს ჩაფლავდა ან ვერ ხორციელდება ან თუ ხორციელდება და მხოლოდ აი ძალიან რაღაცა რამდენიმე ინდივიდი ნახულობს სარგებელს როგორც მაგალითად პანორამა თბილისია რომელიც არის აბსოლუტურად ციხესიმაგრე და აადგა თავზე ერთმა ადამიანმა თელ ქვეყანას გამოიყენა ძველი კანონები რომელიც მის წინ შექმნეს და მე ამას კარგად გამოიყენა ის რომ სახელმწიფო ქონება როგორ იყიდება ის ძველი კანონები დღეს რატომ მოქმედებს თუ სახელმწიფო ქონების შესახებ ვთქვათ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ კანონს ნახავთ შეუძლია ლარად უფასოდ გააშვისონ ეს ყველაფერი გავიხსენოთ საყდრისის ესე იგი საბარი ხო მივიდნენ და კაპიკებში და უფასოდ მიცეს 7 ტონა ოქროზე ჩვენ ვიცით 7 ტონა ოქროზე გაცილებით იყო იქ ხო 7 ტონა ოქროზე მიცეს უფასო ლიცენზია და უამრავი ფული წავიდა სად არავინ არ იცის იქ რეგიონს რამე ეთყობა ჩახვალ ნახავთ რაც ხდება იქ და 30 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯათ და იმაზე ყოველდღე წუწუნებდა კომპანია რომ აი გარემოს დაცვით შემარბილებელი ხა ისინი არ ჩაიტარებინ აი ამაზეა საუბარი როცა შეიძლება მილიარდობით მოგება ნახეს მთლიანად ეს ხო ახლა ახალი არ არის რომ გასაიდუმლოებული რესურსების შესახებ ანუ არავინ არ ვიცი რამ ვის რამდენი რესურსი და კომპანია მოდის მიათ რაღაცა ტერიტორია იქიდან უნდა მოიღოს რაღაც რესურსი და საზოგადოება არ იცის რამდენი უნდა მიიღოს 2006 წელს ჭიათურის მანგანუმის გასხურსების დროს დადებული ხელშეკრულება 20 წელი გავიდა და ამ 20 წლის განმავლობაში უამრავი ტანჯვა გამოიარა იმ რეგიონმა დღემდე არ ვიცით
დეტალები, რა, როგორ და რაზე არიან შეთანხმებულები და რა პირობებით. ასე რომ კი უმძიმესი ვითარება და ესეთი ყალთაბანდი ინვესტორებიც იმიტომ მოდიან ამ ქვეყანაში, რომ იციან, რომ კანონს მოირგებენ თავის თავზე. საგადასახადო პოლიტიკა ისეთია, რომ ფაქტობრივად არაფერი არ აქვთ გადასახდელი. და მათთვის არის შექმნილი 64. ანუ მიზანი ესეთია, რომ საქართველოს ჯოჯოხეთად იქცეს ჩვენთვის და გავიქცეთ და მე სადაც გავიქცევით იქ ხვას არ მიგვაცებინებენ და ასეთი ინვესტორებისთვის იქცეს 64-ში ჩამოვიდნენ, არც ფული გადაიხადონ, არც კანონი გადაიხადონ და მდინარეებთან ახლოს, იმაში სადაც წითელი ნუსხის სცენარებია, იქ დასახლდნენ და გოლფი ითამაშეს. რომლებიც თან ეგ მდინარეები ოდესღაც ადიდება, იმიტომ რომ ის რაც ხდება ჩვენ თებში ბუნება ბრძანებელია. საბოლოო ჯამში ყველა წაგებულები დავრჩებით ამაში ეს აქ. ნანო, აი თქვენ რო იყოთ ხელისუფლებაში, ესეთ ინვესტორს რა პირობებს დაუწესებდით და აი რა სტანდარტი იქნებოდა თქვენთვის მისაღები და ამითი დავასრულოთ, განსაზღვროთ რა არის ჩვენი სტანდარტი და რა არის ჩვენი ასე ვთქვათ დონე, რომელიც გვინდა რომ ამ ქვეყანაში იყოს. არა მგონია ჩვენ რო ესეთი ადგილები შეგვეთავაზებინა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს შეგვეთავაზებინა ჩვენი ბუნებრივი რესურსები ამ ტიპის განვითარებისთვის, არა მგონია ეს საღასთან ახლოს იყოს. არც მე ვფიქრობ, რომ თუ ქალაქგეგმარებითი პერსპექტივიდან შევხედავთ, სისტემა გვაქვს თავიდან დასაწყობი, დემოკრატიული პრინციპები გვაქვს დასანერგი, თანამონაწილეობის კომპონენტი გვაქვს შესაქმნელი და ასაშენებელი, რომ ჩვენ მოქალაქეებმა შევძლოთ გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი ქალაქების და ჩვენი სოფლების, ჩვენი დაბების, ჩვენი გარემოს შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უკვე ხედვაა და უკვე რაც თქვენ თქვით, ეგა ღირებულებითი ცენტრალური, აი ლაპიდარული განსხვავება ჩვენსა და მათ შორის რა. ნიკო, თქვენთან ბოლო შეკითხვა მექნება, აი თქვენი აზრით რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლება, აი როგორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგია, ხო? ძალიან სახიფათო არის ამ ბრძოლაში ჩართვა ახლა, ამ პროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა. არა იმიტომ რომ რაღაც ის გვეშინია და რაღაცა, უბრალოდ არიან ადამიანები სრულიად მართლა ფაშისტური არგუმენტებით და ჩვენ არ გვინდა რომ ამ ფაშისტურ არგუმენტებთან რამე გქონდეს საერთო. ჩვენი ხაზი გვინდა რომ გამოუკვეთოთ და აი ეს თქვენი დაკვირვებით, თქვენი ალღოთი როგორ უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ პირველ რიგში უნდა შეიქმნას სოლიდარობის ორგანიზება უნდა მოხდეს რა, რაღაცა მექანიზმი შეიქმნას, რომელიც საშუალებას მიცემს ადამიანებს, რომ ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადონ და რაღაც საერთოზე დააფუძნონ თავიანთი მოქმედებები, მაგრამ ამასთანავე მე ხედავ ადამიანებს, რომლებიც შეცდომაში შედიან ხშირად ხოლმე და არგუმენტები სხვადასხვა მიმართულებით ეფანტებათ რა და მგონია რომ საერთო ჯამში ქართველი ადამიანი ამ საქართველოს მოქალაქეები ყველანი მათ შორის რა ვიცი რა წარმოშობისაც არ უნდა იყოს ადამიანი ყველას იგივე პრობლემები გვიდგება ერთად რაც ეხლა ჩამოვთვალეთ ხო და საბოლოო ჯამში უნდა ამოვიდეთ აი აქედან და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გასაგები იქნება ვის არ უნდა დადგეს და თავად გადაწყვეტს, მაგრამ მე მგონია რომ ის ადამიანები, ვინც მაგალითად შეიძლება მაგ არარაციონალურ არგუმენტებს წამოეღონ, იმათთან მე მგონია რომ ძალიან მარტივი იქნება იმის საერთოს პოვნა და იმ ადამიანებთან ერთად რაღაცა გადმობირება ჩვენს პროგრესულ ისე აწყობა, სადაც მთავარი არგუმენტები იქნება სამეცნიერო და პოლიტიკურად დემოკრატიული შესაბამისად ეს თუ ესე ავაწყობთ ამ პროტესტს შესაბამისად მივალთ რაღაცა უფრო დიდ ერთობამდე ვიდრე შეიძლება მიიყვანოს რაღაც პარტიკულარული რაღაცა ერთი მიმართულების არგუმენტებმა რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ შეიძლება მიიღოს ცოტა არ იყოს ულტრანაციონალისტური რაღაცა ისეთი სახე რომელმაც შეიძლება მე პირიქით გამოიწვიოს დაპირისპირება. ჩვენი პრობლემა არის არა თქვათ კონკრეტული რაღაცა ხალხი, არამედ წარმომავლობის ხალხი, არამედ კაპიტალი, რომელსაც არ აქვს ადამიანური ლოგიკა, ანუ ადამიანური სახე აქვს დაკარგული და ჩვენ აი ზუსტად ეგ უნდა დავიწყოთ, ერთის მხრივ დავიწყოთ ჩვენი ადამიანური სახე და მეორეს მხრივ დაუპირისპირდეთ აი სიბინძურეს
მეცნიერებით და დემოკრატიით და ერთმანეთის მხარდაჭერით. აი ეს. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, როგორც დღეს აი ამ დიალოგიდან გაიგებდით თქვენ კიდევ ერთხელ, რომ გაიგებდით, რომ ეს ქვეყანა საფრთხეშია, ჩვენი ქალაქი საფრთხეშია, ჩვენი სასიცოცხლო სივრცე საფრთხეშია, ჩვენი ბიუჯეტი საფრთხეშია. ერთი კომპანია აპირებს თავისი მოგების სანაცვლოდ, თავისი ინვესტიციის გაატკეცების სანაცვლოდ მოგვისპოს ყველაფერი. ჩვენი ქალაქის ირგვლივ, ჰაერიდან დაწყებული, დასრულებული ნორმალური სამუშაო ადგილების მოპოვების შანსით. ხო, ესეთი პროექტებით თუ ვივლით ჩვენ წინ, განწირული ვიქნებით მართლა აი ესეთი დაბალანაზღაურებადი, დაბალკვალიფიციური სამუშაოებისთვის და ეს ქვეყანა მართლა შეიძლება ბოლოს დაიცალოს ყველანაირი სასიცოცხლო ენერგიიდან და დარჩეს რაღაც ინვესტიციების უხარისხო დაბალი დონის ინვესტიციების პოლიგონად. ამას ჩვენვე წინააღმდეგებით ყოველ ხუთშაბათს ვარიგებთ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სოციალ-დემოკრატიულ გაზეთს და სულ ცოტა ხანში ამ გაზეთთან ერთად ჩვენ დავარიგებთ აი ამ ადამიანების თანამონაწილეობით შედგენილ პროკლამაციასაც, საინფორმაციო ბარათსაც, სადაც ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა საკითხი განხილული იქნება. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ Eagle Hills-ის პროექტზე, პირველი სიტყვები რაც გვახსენდება ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, გარემოს დაცვა, ქალაქის დაგეგმარება და აი ამ სფეროებიდან გამომდინარე, იქ არსებული კითხვებიდან გამომდინარე იქნება შედგენილი ეს ჩვენი პროკლამაცია და გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ და ხუთშაბათობით მოგვაკითხოთ და ესეთი საინტერესო მასალები გამოგვართვათ. გავრცელდება ეს მასალები ასევე ჩვენი სოციალური ქსელებითაც და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, დალაგება და ის ზანზალაკის ნიშანი რო არის, იმასაც დააწექით, რომ მოგივიდეთ 21, 22 და იმედია კიდევ ძალიან ბევრი პოდკასტი, რომელსაც ჩავწერთ. დიდი მადლობა ნიკოს და ნანოს ჩვენთან ყოფნისთვის. კარგად გზარდებოდეთ.